რუსული სამხედრო გემი ნოვოროსიისკის პორტში უკრაინული დრონებით ორჯერ დაიბომბა და ზიანდა ნავთობ ტერმინალის რამდენიმე მონაკვეთი, ნავმისადგომები და ნავთობსადენები. რუსულ სამხედრო ხომალდზე სავარაუდოდ ეკიპაჟის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა უცნობია. გვიან ღამით ლენინგრადის ოლქში უსტლუგის პორტიც დაიბომბა. ბოლო დღეების განმავლობაში ტერიტორია უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნედ არაერთხელ იქცა. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ. გამოცემა Times წერს, რომ ამის შესახებ დიპლომატიურ ჩანაწერშია აღნიშნული, რომელიც სავარაუდოდ ამერიკა-ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება. უზენაეს ლიდერად არჩევის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში გაემგზავრა. თეთრი სახლის ინფორმაციით ჯეი-დი ვენსი ორბანთან ორ მხრივ შეხვედრებს გამართავს და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა. ესის თქმით საუბარი შეეხება ამერიკა-უნგრეთის ურთიერთობებს, ევროპისა და უკრაინის საკითხებს. მარნეულის მერის ძმა დააკავეს. კენან ისმაილოვს თანამზრახველებთან ერთად მოქალაქის ცემას ედავებიან. საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასაკავებლად. ადგილობრივების ინფორმაციით მერის ოჯახის წევრებმა ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც იგივე საეძულებდნენ და უმორჩილებლობის შემთხვევაში კი სასტიკად უსწორდებოდნენ.